უკვე ჩაწერის წინ ვიცი რომ ეს ვიდეო იქნება ყველაზე ხანგრძლივი, რთული, კომპლექსური, ჩახლართული, უამრავი ისტორიით და სახელწოდებებით სავსე. ამიტომ გავფრთხილებთ რომ მორალურად იყოთ მზად. ზოგადად ისტორიაში ბევრია ისეთი ამბავი, როცა დაუჯერებელმა შემთხვევითობამ მთელი რიგი მოვლენები გამოიწვია. გავლენა იქონია ქვეყნების და კონკრეტული ადამიანების ბედზე. აი მაგალითად რომის იმპერატორი კლაუდიუსი. ბავშვობაში მას ძიმე დაავადება შეხვდა, ფიზიკურად ვეღარ განვითარდა, ერთი ფეხი მოკლე ჰქონდა, ერთი ფეხი გრძელი ჰქონდა, ხელები თავი მუდმივად უკანკალებდა, ვერ მეტყველებდა გამართულად და მთელი თავის ცხოვრება ამ ადამიანს დასცინოდნენ. მოკლედ, დიდი აუტსაიდერი იყო. მაგრამ 51 წელს მაშინდელი იმპერატორი კალიგულა შეთქმულების მონაწილეებმა თავის ოჯახთან ერთად აკუწეს. ამ დროს კლაუდიუსი ფარდის უკან იყო დამალული. ცოტა ხანში მოვიდნენ რომაელი სამხედროები, რომლებმაც აღმოაჩინეს შეშინებული ფარდის უკან მყოფი კლაუდიუსი. წაიყვანეს სამხედრო ბანაკში და იმპერატორად გამოაცხადეს. აი ასე ერთი შეხედვით ადამიანი, რომელსაც მთელი თავის ცხოვრება დასცინოდნენ, გახდა უძლიერესი სახელმწიფოს იმპერატორი. მაგრამ რა შუაშია ეს ამბავი დღევანდელ ვიდეოსთან, ხომ? წარმოიდგინეთ, დაიბადეთ უმდიდრეს ოჯახში. გაიზარდეთ უზრუნველად, არასდროს არაფერი გაკლდათ. უკვე პატარაობიდან მამაშ თაგაგონებდათ, რომ ერთ დღესაც გახდებოდით დიდებული ექიმი. ამისთვის არაფერს გაკლებდათ. მაგალითად, დაგამთავრებინათ ფრანგული კერძო სკოლა, შემდეგ ისწავლეთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის განხრით და თანაც წარჩინებით, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს თქვენ შეგიყვარდათ ეს სფერო. 90-იანებში გაემგზავრეთ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში დასაქმდით ოფთალმოლოგიურ ცენტრში სტაჟიორად. საოცარი გზა, იცით მინიმუმ 3 ენა, მშობლიური, ფრანგული და ინგლისური და გაქვთ სამედიცინო განათლება. ერთ დღესაც, როდესაც სამსახურში მიდიხართ, გირეკავთ მამა და გეუბნება, რომ ჯანდაბას შენი თვალის ექიმის კარიერა დაბრუნდი სამშობლოში, იმიტომ რომ უნდა გახდე პრეზიდენტი. აი ასე უცნაურად და მოულოდნელად დაიწყო ბაშარ ასადის პოლიტიკური კარიერა, მაგრამ კითხვა იგივეა, რა შუაში აქვს შემთხვევითობა. სირიის მაშინდელ პრეზიდენტს ჰაფეზ ალ-ასადს ჰყავდა 4 ვაჟი. აქედან უფროსი იყო ბასილი, შემდეგ მოდიოდნენ ბაშარი, მეჯიდი და მაჰერი. ქვეყნის რელიგიურ-კულტურული წესებიდან გამომდინარე, მამის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო ბასილი. აი ბასილის კი პირიქით მომავალ პოლიტიკოსაც ჭრიდნენ. მამას მუდმივად დაყავდა ის შეხვედრებზე საჯარო მოხელეებთან და სამხედრო პირებთან, საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან შეეძლო თანასწორი და არა ლოზუნგებით საუბარი, იყო საკმაოდ მაღალი დისციპლინის მქონე ბიჭი, დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით და ჯარშიც საკმაოდ მაღალ პოლკოვნიკის წოდებამდე იმსახურა. ბასილი იყო ქარიზმატული ლიდერი, ჯიუტი, მტკიცე ხასიათის, მომთხოვნი, ჰქონდა დარწმუნების გასაოცარი უნარი და მკაფიო ხედვები. მაგალითად, ის ცდილობდა სირიელი ახალგაზრდების სპორტულ გაჯანსაღებას. მეტიც ახალგაზრდებში პოზიციონირებდა როგორც ადამიანი, რომელიც აქტიურად ნერგავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამ იმიჯის შექმნაში, რა თქმა უნდა, სამთავრობო მედიაც დაეხმარა. ისე სამხედრო ელიტაშიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა, იმიტომ რომ იქაც თავს იჩენდა მისი ლიდერული თვისებები. მოკლედ, ბასილი საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკოსად ყალიბდებოდა. ის ჰაფეზის ბუნებრივი მემკვიდრე იყო. ამიტომ რა გასაკვირია, რომ უფროსი ძმის ფონზე ასადი იყო უქარიზმო, ნაცრისფერი, ბულკი, ბუნჩულა, კეთილი ბავშვი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ცხოვრებისთვის ამზადებდნენ. 1994 წლის 21 იანვარს ბასილმა გერმანიაში წასვლა და სამთო კურორტზე დასვენება გადაწყვიტა. ძღოლს წინასწარ შეუთანხმდა, რომ ძღოლი დაჯდებოდა უკანა სავარძელზე, ბასილი იქნებოდა საჭესთან და მისი ბიძაშვილი დაუჯდებოდა გვერდზე. დამასკო აეროპორტის გზა შედარებით თავისუფალი, მაგრამ ნისლიანი იყო. მანქანა 200 კმ/სთ-ით მიდიოდა, რაღაც მომენტში ვერ დაიმორჩილა საჭე, შეასკდა წინაღობას და ამ ყველაფერს მოყვა მსხვერპლი. ძღოლი და ბიძაშვილი გადარჩნენ, მაგრამ თვითონ ბასილი ადგილზევე დაიღუპა. მტკიცე, ქარიზმატული ადამიანებთან ურთიერთობაში გაწაფული და სამხედრო საქმის მცოდნე ბასილის ჩანაცვლება მშვიდ, ჩუმ, გაწონასწორებულ ინტროვერტ ბაშარს მოუწია. კი დაიყენა ჰაფეზმა გვერდით და სადა ესწავლებინა პოლიტიკური საქმე, მაგრამ ბაშარის პოლიტიკოსად გამოწვრთნა არ დასწავდა, რადგან 2000 წელს უკვე თავად ჰაფეზიც გარდაიცვალა. ახლა მთავარი კითხვა, რა მემკვიდრეობა დაუტოვა ჰაფეზმა ვაჟს? ამ ვიდეოს მიზანი არის გავერკვათ ასადის მმართველობაში და იმ მოვლენებში, რაც დღეს ხდება. შეუძლებელი არის ყველაფერი ჩავატიოთ ერთ ვიდეოში, რაც სირიას ეხება. ამიტომ სწორება გავაკეთოთ მიმდინარე მოვლენებზე, ანუ რაც დღეს ხდება და რა უძღოდა ამას წინ. იმისათვის, რომ უფრო სიღრმისეულად გავიაზროთ ეს მოვლენები, საჭირო არის ნაწილობრივ შევეხოთ ჰაფეზის მმართველობასაც. ჰაფეზი იყო ტიპური დიქტატორი, რომელიც სირიის პრეზიდენტი სამხედრო ამბოხის შემდეგ გახდა.
ახალგაზრდობიდანვე სამხედრო კარიერა დაიწყო. ისე კი ექიმობაზე ოცნებობდა. მსგავს ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში არმიაში შესვლა პრაქტიკულად ერთადერთი სოციალური ლიფტია. საკმაოდ მაღალ წოდებამდე მიაღწია. ჰაფეზი გახდა სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური. სხვათა შორის მასზე ითქმის, რომ ძალიან ფრთხილი, წინდახედული და შემდგარი სტრატეგი იყო. არ იღებდა გადაწყვეტილებებს სპონტანურად და თავის იდეებს სრულყოფილებამდე ამუშავებდა. სამხედრო თანამდებობასთან ერთად ის იყო პარტია ბაასის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ თუ გახსოვთ ბინ ლადენის და ჰუსეინის ეპიზოდში ჩვენ ბაასზე ვისაუბრეთ. ეს არის პარტია, რომლის იდეოლოგია არის არაბული სოციალიზმი და პანარაბიზმი. ჩაისახა სირიაში, შემდეგ გავრცელდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე და მერე გადავიდა აფრიკაშიც. მოკლედ 1966 წელს შიდა პარტიული გარჩევების შედეგად მომზადდა ქვეყნის პრეზიდენტის სალაჰ ჯადიდის წინააღმდეგ შეთქმულება. სამხედროებმა პრეზიდენტი შეიპყრეს და სცადეს სამხედრო გადატრიალების გამოცხადება. უკვე მაშინ ჰაფეზი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მათ შორის იმაზე დიდით, ვინც ეს ამბოხი მოაწყო. მას შეეძლო დაეხოცა შეთქმულების წევრები, პრეზიდენტი სალაჰ ჯადიდი ციხეში ჩაესვა და თვითონ გამხდარიყო მმართველი, მაგრამ ასე არ გააკეთა. არადაც ხელთავა ახლო აღმოსავლელების დიდი ნაწილი სწორედ რომ მომენტით ისარგებლებდა. თუმცა არა ჰაფეზი. მან პრეზიდენტს დაუმტკიცა ერთგულება, გამოიხსნა, დააბრუნა ადგილზე, იმავე წელს გახდა თავდაცვის მინისტრი და არაფორმალურად ქვეყნის მმართველიც. ჯარი, პოლიცია და დაზვერვა მას ემორჩილებოდა უპირობოდ. 5 წლის შემდეგ, როდესაც უკვე 100%-ით მზად იყო, მაინც გადაწყვიტა ჩრდილიდან გამოსვლა, ჩამოაგდო ჯადიდი და ჩატარებული რეფერენდუმის ხარჯზე ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა. აქედან იწყება ასადების დინასტია სირიაში, რომელიც 50 წელზე დიდხანს გაგრძელდა და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ახლა ნახეთ რა ხდება. ეს არის დიქტატორების კლასიკა. აი, რომელი დიქტატორიც არ უნდა ავიღოთ, ეს მოდელი ყველას მოერგება. როდესაც ქვეყანაში არ არის ძლიერი ინსტიტუციები, ყველა მხრიდან ღალატს ელოდები, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო შენს ღალატით მოხვედი და რა გარანტია რომ ხვალ იგივე შენს არ დაგემართება. ამიტომ ყველა წამყვან თანამდებობას აკომპლექტებ ან დობით აღჭურვილი პირებით, ან საკუთარი ნათესავებით. ამაში ჰაფეზს გარკვეულწილად გაუმართლა კიდეც. ზოგადად ჩვენ ვსაუბრობთ ისლამის ორ მიმართულებაზე. ეს არის სუნიტები და შიიტები, მაგრამ არიან დანარჩენებიც. მათ შორის ერთ-ერთი არის ალავიტები. აი ზუსტად ალავიტები იყვნენ ასადები. ეს განშტოება ქვეყანაში უმცირესობას წარმოადგენდა. ჯერ არიან სუნიტები, მერე შიიტები და მერე ალავიტები. შემდეგ მოდიან დრუზები, მართლმადიდებლები, იეზიტები და ასე შემდეგ. ხო და ჰაფეზმა ყველა წამყვანი თანამდებობები მოადგილეებთან ერთად ძირითადად სულ ალავიტებით დააკომპლექტა, ხოლო სირიის უმეტესობის პოლიტიკური ინტერესები და ამბიციები ჩაფარცხა. ბაასის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. აი ხომ გეუბნებით, დაიწყო ეს დამპლური დიქტატორული თამაშები. მეცაც გეტყვით, თვითონ ბაასშივე ყველა, ვინც კი განსხვავებულად ფიქრობდა, ან ოდნავ მაინც წინააღმდეგობას უწევდა გადაწყვეტილების მიღებისას, ისინიც კი მოიშორა. დაზვერვის სამსახურმა მუხაბარატმა იმდენად ღრმად გაიდგა ფესვების საზოგადოებაში, რომ აბსოლუტურად ყველა ფენას აკონტროლებდნენ. ისინი დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ, ცოცხლად მარხავდნენ, წამლავდნენ ყველას, ვინც კი განსხვავებულად ფიქრობდა, მათ შორის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, მომღერლებს და ასე შემდეგ და მოკლედ ისეთი ატმოსფერო ჩამოყალიბდა ქვეყანაში, რომ აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ გასულიყო გარეთ და რამე გაეპროტესტებინა. აიკრძალა ნებისმიერი სახის მედია, გარდა სამთავრობოსი. ამით ორი რამ გააკეთა. ერთი რომ ოპოზიციური იდეები უკიდურესად ჩაახშო და მეორე საკუთარი თავის კულტი შექმნა. დიქტატორული ურყევი კლასიკა. ყველგან მისი სურათები, ძეგლები, პორტრეტები, ჰაფეზი, როგორც ერის მამა და ასე შემდეგ. ასეთი ძლიერი რეპრესიული რეჟიმის მიუხედავად 1982 წელს ქალაქ ჰამაში მუსლიმთა საძმომ აიღო იარაღი, მოაწყო ამბოხი და ქალაქი დაიპყრო. ჰაფეზმა ჯარს უბრძანა, რომ ნებისმიერი მეთოდით დაიბრუნებთ კონტროლი ქალაქზე. რეჟიმს კი მოგეხსენებათ, როგორ არ აინტერესებს მსხვერპლის რაოდენობა ან უბრალო მოქალაქეების ბედი. მოკლედ, მთელი ქალაქი მოაქციეს არტილერიულ ცეცხლსა და ავიაიერიშების ქვეშ. საცხოვრებელი კვარტლები მიწასთან გაასწორეს. უამრავი ადამიანები დახოცეს და ბოლოს, რა თქმა უნდა, ამბოხებულებით ზედ მიაყოლეს. მარტო ამ შეტაკებებში 40,000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაუბრუნდეთ ისევ ასაც, რომელიც გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. წარმოიდგინეთ ახლა, კეთილი ბუნჩულა უწყინარი, აი ესე რომ უნდა აახიო ლოყები ასადი, რომელიც წლებია ცხოვრობს ლონდონში, ჩამოვიდა ქვეყანაში და ხედავს რეპრესიებით გამტკიცებულ რეჟიმს, სადაც ელემენტარული განსხვავებული აზრი საერთოდ არ არსებობს. ბუნებრივია ეს მას არ მოსწონს, იმიტომ რომ ამდენი წელი იცხოვრა დასავლეთში, ეზიარა იქაურ ფასეულობას, კულტურას და ხედავს რომ სად იქაური ცხოვრების დონე და სად თავის სამშობლოს ცხოვრების დონე, ხო?
ამიტომ სულ მცირე შინაგანად გრძნობს, რომ საჭიროა ცვლილებები. თან ამასობაში იზრდება წნეხი რელიგიური უმრავლესობის მხრიდან, რომლებსაც ალავიტები უბრალოდ ყელში აქვთ ამოსული. ისეც ეგან გითხარით, რომ მამამ ბოლო წლებში გვერდით დაიყენა ბაშარი, მათ შორის სამხედრო საქმესაც ასწავლიდა და პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა, მაგრამ ჰაფეზის სიკვდილამდე ფაქტობრივად ერთგვარ სახალხო დამცველად მუშაობდა. არსებობდა ბიურო, რომლისთვისაც სხვადასხვა თემებზე, მათ შორის შესაძლო კორუფციის შესახებ ინფორმაციით მოქალაქეებს საჩივრით შეძლოთ მიემართათ. ამ ბიუროს ბაშარ ასადი ხელმძღვანელობდა. მამამისმა კი ვინც იგრძნო ამ ადამიანისგან შეიძლება პოტენციური საფრთხე წარმოვიდეს და შეეცილოს ჩემშვილს მომავალში ძალაუფლებაშიო, ყველას გადააბრალებინა კორუფცია და დააჭერინა. რას აკეთებს ახლად გამომცხვარი პრეზიდენტი ასადი? პირველ რიგში დაიწყო ინტერნეტისა და კავშირის გაყვანა. ის, ისევე როგორც მისი გარდაცვლილი ძმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დიდი მოყვარული იყო და ზუსტად იცოდა, რომ მომავალი ეკუთვნოდა ინტერნეტს. დაიწყო მთელი რიგი ლიბერალური რეფორმების გატარება. მაგალითად, ციხეებიდან გამოუშვა ზოგიერთი პოლიტპატიმარი, რომელიც ადრე მამამისმა დაიჭირა. ჟურნალისტებს უფლება მისცა, რომ გაეხსნათ პირველი დამოუკიდებელი გაზეთი. ასევე გახსნა სკოლები, კერძო სკოლები, ბანკები და საფონდო ბირჟები. მიუხედავად რეჟიმის შერბილებისა, ბაშარ ასადი მაინც რჩებოდა მამის კურსის, შესაბამისად დიქტატორული მიმართულების ერთგული. სხვათა შორის ასადის მმართველობაში საინტერესოა მისი მეუღლის ასმა ალ-ასადის ფაქტორიც. ის ლონდონში საკმაოდ შეძლებულ სირიულ ოჯახში დაიბადა, განათლებაც იქ მიიღო, მუშაობდა Deutsche Bank-სა და JP Morgan-ში, სურდა სწავლის გაგრძელება ჰარვარდში, მაგრამ საბოლოოდ ბაშარს გაჰყვა სირიაში. როგორც მისი ქმარი, ასმაც ყოველ შემთხვევაში თავიდან გამოირჩეოდა ლიბერალური შეხედულებებით და ასადის რეჟიმს მატებდა თანამედროვე და პროგრესულ იმიჯს. ცდილობდა სირიელი ქალების უფლებებისთვის ებრძოლა, ამისთვის უამრავი კამპანია წამოიწყო, არაერთი განცხადება გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ ასმა მაინც იმას ემსახურებოდა, რომ ქმრის რეჟიმს ბზარები არ გასჩენოდა. ამიტომ სირიელები ამბობენ, რომ მისი მცდელობები უფრო ფორმალურ სახეს ადარებდა. ასადის რეჟიმს კომფორტულად მოასხდნენ ცოლის ნათესავები. მათ აითვისეს სირიის ეკონომიკური სექტორი, დიდი გავლენა ჰქონდათ საზოგადოების ცხოვრებაზე, მედიაზე, სირიულ ელიტაზე და ასე შემდეგ, რამაც ისევ და ისევ გაზარდა მასის უკმაყოფილება. ასეა თუ ისეა მმართველობაში გავერკვიეთ, მაგრამ კონკრეტულად როგორ დაგროვდა უკმაყოფილება და რაში გადაიზარდა. ასადის რეჟიმმა თავის სახე პირველად 2004 წელს გამოაჩინა. რა მოხდა მაშინ? ნახეთ. სირიის ქურთულ რეგიონში გაიმართა საფეხბურთო მატჩი, სადაც ადგილობრივი კლუბი დაუპირისპირდა ასევე სირიულ, მაგრამ არაბული რეგიონის კლუბს. სტუმრებმა სტადიონზე მოიტანეს სადამ ჰუსეინის პლაკატები. სადამ ჰუსეინი კი ერაყელ ქურთებს უწყობდა სასაკლაოებს, მათ შორის ქიმიურ კატასტროფებს, ან უამრავი ქურთი შეეწირა ჰუსეინის რეჟიმს. ამის შესახებ ჩვენ ჰუსეინის ვიდეოშიც ვისაუბრეთ. ხოდა ქურთებმა რომ დაინახეს, რომ ჰუსეინის პლაკატები მოიტანეს და ცხვირწინ უფრიალებენ, რა თქმა უნდა განრისხდნენ. სტადიონზევე დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, რომელიც შემდეგ გადაიზარდა დიდ არეულობაში. ეს არეულობა ადგილობრივ ქალაქს მოედო. უყურებს ახლა ასადი ამ სიტუაციას, ერთი დღეაცა და ორი დღეაცა და არ შეჩერდა, პოლიციას არ დაემორჩილნენ და გადაწყვიტა, რომ ისევ მამამისივით ნებისმიერი სახით ჩაახშეთ ეს არეულობა. მიაყენა ჯარი და გაუხსნა ყველას ცეცხლი, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, წარმოშობისა, წარმომავლობისა და ასე შემდეგ. ამ ამბავს 30 ადამიანი შეეწირა, მათ შორის იყვნენ რა თქმა უნდა ბავშვებიც და ქალებიც, იმიტომ რომ სამხედროები ესროდნენ ყველას, ვისაც კი ქუჩაში დაინახავდნენ. ამით არ დაკმაყოფილდა და აკრძალა ქურთული ენა და ტრადიციები. არადა რა შუაში იყვნენ ქურთები, ხო? მაგრამ უბრალოდ არ გააღიზიანა უმრავლესობა. სახის გამოვლენა 2008 წელსაც მოახერხა, როდესაც ციხეში ამბოხი იყო და პატიმრებით დაახოცინა. შემდეგ აწამა, თანაც სასტიკად აწამა. ზოგადად არაბულ სპეცსამსახურებში წამება მიღებული და გავრცელებული პრაქტიკაა. ასე იყო ერაყშიც, ლიბიაშიც, სირიაშიც და ეგვიპტეშიც. ამას ემატებოდა ტიპური დიქტატორული აკრძალვები, რომ Facebook-ი არ უნდა იყოს, YouTube-ი არ უნდა იყოს, რაც შეიძლება ნაკლები, გარე ინფორმაციული ნაკადები უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში და ასე შემდეგ. არადა ამ გადმოსახედიდან ასად შეეძლო ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა, მაგრამ ფიზიკურად არ გამოსდიოდა, იმიტომ რომ იქ ცოლის ნათესავები დაასხდნენ, იქ უფროსი თაობის პოლიტიკოსები, ანუ მამამისის თაობის პოლიტიკოსები, ელემენტარული, როდესაც ინტერნეტის შეყვანა უნდოდა ქვეყანაში, მაშინაც კი დიდი წინააღმდეგობა მიიღო ამ უფროსი თაობის პოლიტიკოსებისგან. და რა თქმა უნდა, რელიგიური უმცირესობის უპირატესობა. აი, წარმოიდგინეთ საქართველოში კათოლიკური ოჯახი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ის იყოს მთავარი წყარო და ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე მუშაობა რომ მოგინდეს მართლმადიდებლურ ქვეყანაში, უნდა აკმაყოფილებდე იმას, რომ იყო კათოლიკე, ეს ხო სიგიჟე იქნებოდა.
და ამას კიდევ რა თქმა უნდა რომ დაუმატოთ ის რეპრესიული რეჟიმი, რაც ჯერ მამამისმა დაამყარა და ასადმა კი სცადა, მაგრამ საბოლოოდ არ გამოუვიდა მისი შერბილება. ყველაფერი კი შეიცვალა 2011 წელს, როდესაც ერთი წლით ადრე ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული დაანონსდა. ავტორიტარული მთავრობების დამხობა დაიწყო 2010 წელს ტუნისიდან და დომინოს ეფექტით დაემხო ეგვიპტეში, ლიბიასა და იემენში. ასაც სპეცსამსახურები ეუბნებოდნენ, რომ შენ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის, ერთ სიგიჟემდე უყვარხარო. ზოგადად ქვეყნის სპეცსამსახურებს და დაზვერვას მათ შორის, რომლებსაც მართლა ომი უნდათ ხოლმე, შეუძლიათ ქვეყნის ლიდერზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონიონ. მაგალითად, ხომ იცით ერთი ლიდერი, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ აი შენ თუ იმ ქვეყანას შეიჭრები, ხალხი ვარდებით დაგვდებაო, მაგრამ ასე არ მოხდა. აი იგივე იყო ზუსტად ასადის შემთხვევაშიც. მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, როდესაც ისინი ხედავდნენ არაბულ გაზაფხულს, რომანტიზდებოდა რევოლუცია. ნუ ეს ისედაც ასე არის, ახალგაზრდები ყოველთვის არომანტიზებენ ასეთ ამბებს, უნდათ რომ საკუთარ ტყავზე გამოსცადონ ჩეგევარობა, ანუ იმის თქმა მინდა რომ ქვეყანაში შეიძლება შეფარული, მაგრამ მაინც არსებობდა საპროტესტო მუხტი. 2011 წელს სირიის სამხრეთ ქალაქ დარაში მოზარდებმა კედელზე პულივიზატორით დაწერეს შემდეგი შენ ხარ, დოქტორო. იგულისხმებოდა რომ მთავრობების დამხობის შემდეგი ტალღა აუცილებლად ბაშარზე გადავიდოდა. მით უმეტეს იმ წელს გადატეხეს კადაფის რეჟიმი, რომელიც შემდეგ ბრბომ მოკლა. არა და 2-3 წლით ადრე ვინ წარმოიდგენდა რომ კადაფს ეს ბედი ელოდა. მარტო ესეც კი იყო სიგნალი რომ შეიძლება არც ისე მტკიცედ დგას ჩვენი რეჟიმიც. პოლიციამ ეს მოზარდები დააკავა და მუჰაბარატს გადასცა. მუჰაბარატისთვის კი სულ ერთი იყო ვინ მოიყვანეს ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი, სასტიკად ცემეს, მერე აწამეს, როდესაც მშობლები მივიდნენ ციხეში და ითხოვეს რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილებიო, მათ ასე ცინიკურად უპასუხეს რომ დაივიწყეთ ეს ბავშვები, წადით სახლებში და ახლები გაარჩინეთო. ნუ ეს წითელი ხაზი იყო ისედაც გამწარებული ადამიანებისთვის. იმავე დღეს დარაში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, დაიწყო დიდი აქციები და რა გააკეთა პოლიციამ? გაუხსნა ცეცხლი და ნაწილის ცემა. სხვა წელს, სხვა დღეს, სხვა თვეს ეს აქცია ასევე დასრულდებოდა, მაგრამ მეორე დღეს, როცა უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, ადგილობრივი ხელისუფლება, ძალოვნები და თავად ბაშარ ასადი სახტად დარჩნენ. მეტიც, პროტესტები სირიის სხვა ქალაქებშიც გადავიდა. სინამდვილეში, ხალხი ისეც არაფერს ითხოვდა, რასაც ბაშარი შინაგანად რაღაც დონეზე მაინც არ ეთანხმებოდა. მოთხოვნები იყო შემდეგი: პატიმრების განთავისუფლება, განსხვავებული აზრის დევნის აღკვეთა და რეჟიმის შერბილება. მიუხედავად იმისა, რომ ასადი მამის კურსს აგრძელებდა, მაინც არ სურდა საბოლოოდ იმიჯის შელახვა ძალის გამოყენებით. მაგრამ მეორე მხრივ, უბრალოდ თავის პოლიტიკოსები, ცოლის ნათესავები, დაზვერვა, სამხედრო მაღალჩინოსნები მუდმივად ჩასძახებდნენ, რომ სუსტი ხარ, მერყევი ხარ, აი ახლა ჰაფეზი რომ იყოს, ამ ხალხს ცეცხლს გაუხსნიდა, ყველას დახოცავდა და ასე ჩაახშობდა აჯანყებას. შენ კი ბევრს ფიქრობ, ბევრს უთმობ, ბევრს ითმენ და ასე შემდეგ. ანუ ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა და წნეხი სულ უფრო იზრდებოდა. მეგობრებო, პროტესტის დაწყების პირველი ტალღა კარგად ჩანს სამოყვარულო კამერით გადაღებულ მხატვრულ დოკუმენტალურ ფილმში სამასთვის, რომელიც ორსულმა სერიალმა გოგონამ გადაიღო ის მოვლენები თუ რა ხდებოდა 2011 წლიდან. გირჩევთ უყუროთ. ამასობაში სანამ ბაშარი ოპტიმალურ გადაწყვეტილების ძიებაში იყო, პროტესტებმა უწყვეტი ხასიათი მიიღო და უკვე მთელ ქვეყანას მოედო. საბოლოოდ ბაშარმა მაინც მამის პრაქტიკას მიმართა. პოლიციელები გაიყვანა ქალაქებიდან და შეიყვანა არმია. ბრძანება იყო შემდეგი: პროტესტზე ვინც გამოვა, ყველას ესროლეთ. ხო და აქ იქმნება უკვე პირველი პრეცედენტი და ძალა ოპოზიციაში. სამხედროების ნაწილი ამბობს, რომ მე ჩემ თანამოქალაქეებს, ჩემ დებს, ჩემ ძმებს არაფრის ფასად არ გავუხსნით ცეცხლს. რაც არ უნდა იყოს, მე ამას არ გავაკეთებ. გვირჩევნია ჩვენ საერთოდ წავიდეთ ჯარიდან და ბოლო-ბოლო თუ მაინც და მაინც იარაღის გამოყენებაზე მიდგება საქმე, ეს იარაღი გამოვიყენოთ არა მშვიდობიანი მოქალაქეების, არამედ ისევ სამხედროების წინააღმდეგ. შესაბამისად, სირიის არმიას გამოეყო რაღაც ნაწილი, მათ ეწოდათ სირიის თავისუფალი არმია. ასადის პროპაგანდის გადმოცემით ეს იყო მოღალატე დეზერტირთა გაერთიანება, მეორე მხარის პროპაგანდით ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაზე და გადავიდნენ მათ მხარეს. ამ მოვლენებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სირიის სამოქალაქო ომი დაიწყო. ჩვენ კი მივადექით იმას, რაც თავში დავაანონსეს, სუპერ ჩახლართული და კომპლექსური საკითხი. ზოგადად ეს ასეთი დაუწერელი წესი არის, როდესაც ქვეყანას უჭირს და კრიზისი აქვს, კბილებალესილი მეზობლები ელოდებიან საკუთარ მომენტს, რომ ამ ყველაფრით ისარგებლონ და მიიღონ დივიდენდები. პირველი, ვინც გარედან ხელისფათური დაიწყო სირიაში, ეს იყო თურქეთი. თურქეთს ინტერესი ჰქონდა, რომ დაამხოს ბაშარის რეჟიმი და შეავიწროვოს ქურთები. თურქეთს მხარი აუღა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა კატარმა.
ქურთები ეს არის მრავალგზის ტანჯულიერი, მთელ მსოფლიოში არიან დაახლოებით 40 მილიონამდე, მაგრამ არ აქვთ საკუთარი ქვეყანა. ძირითადად ერაყის ჩრდილოეთში და თურქეთის აღმოსავლეთში ცხოვრობენ, ასევე სირიის ჩრდილოეთით, ანუ თურქეთის მეზობლად. ეს ერი თვლის, რომ თუ კი სამართლებრივად მათი სახელმწიფო დაარსდება, მაშინ თურქეთის ნაწილიც მათი უნდა იყოს. თურქეთი პერიოდულად საერთოს პოულობს ერაყელ ქურთებთან, მაგრამ ემტერება სირიელ და ადგილობრივ ქურთებს, რადგან სეპარატისტებად თვლის მათ. ამას ემატება ნეოოსმანიზმის იდეა, რომლის მიხედვით თურქეთმა უნდა დაიბრუნოს ოსმალური დიდება, მათ შორის ის ტერიტორიები, რომლებზეც მათ წინაპრებს ჰქონდათ კონტროლი. მაგრამ თურქებისთვის პრობლემა იმაში არის, რომ ქურთებს ასე პირდაპირ ომს ვერ დაუწყებს, იმიტომ რომ ქურთებს ამერიკა უმაგრებს ზურგს და პერიოდულად თურქეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ იყენებს მათ. მოკლედ, სიტუაცია ასე დალაგდა. თურქეთი აგებდა სირიულ ოპოზიციაში რადიკალების გადმობირებაზე და ამ ოპოზიციიდან რაციონალურად მოაზროვნე ლიდერების გამოდევნაზე, დაზვერვაზე და სამხედრო დახმარებაზე. კატარი კი ფინანსებზე. შემდეგ იყო საუდის არაბეთი, რომელიც თურქეთ-კატარისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. მისი დაფინანსებით სირიაში შეიქმნა ალ-ქაიდას ფილიალი ჯაბათ ან-ნუსრა. საუდის არაბეთი კატარის კონკურენტია, ამიტომ მასაც საპირწონედ უნდა ემოქმედა. ამასობაში მეზობელ ერაყში საერთოდ ახალი ქვეყანა წარმოიქმნა. აი ესე უცებ ბრახ და ახალი ქვეყანა გაჩნდა. ერაყის ისლამური სახელმწიფო, რომლის იდეოლოგია რელიგიურ ფანატიზმზე იდგა. ბევრი დრო უნდა გავიდეს და კაცობრიობამ ძალიან ბევრი უნდა შეეცადოს, რომ მათი სიბოროტე გადაფარონ. ეს იყო თითით საჩვენებელი ეტალონური ბოროტება. გახსოვთ ალბათ მათ მებრძოლებს ერთი სული ჰქონდათ, ადამიანები დაეჭირათ და თავები დაეჭრათ და თან ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაეღოთ. დღემდე YouTube-ზეც მათ შორის დევს ის ვიდეოები, როგორ აჭრიან ქრისტიანებს თავს. მე ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რაც მახსოვს, ეს არის კადრებსაც მოვიძიებ და აქ იქნება, როგორ დააჭრეს თავები ლიბიელ ქრისტიანებს. თან თავარი პრობლემა ის იყო, რომ ერაყის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ან მებრძოლები გუშინ გამოჩეკილი სამხედროები არ იყვნენ, არამედ ნამდვილი გამოცდილი ჯარისკაცები. ამაში თავის წვლილი ამერიკამაც შეიტანა. 2003 წელს, როდესაც ჰუსეინი დაამხეს და ერაყი დაიპყრეს, რევანშისტული განწყობები ბოლომდე რომ ჩაეკლათ და სამხედრო გადატრიალება არ მიეღოთ, ამერიკელების გადაწყვეტილებით დაზვერვიდან და სამხედრო სამსახურებიდან დაითხოვეს ყველა, ვისაც რამე კავშირი ჰქონდა ჰუსეინთან. უბრალოდ სიტუაციას ისართულებდა, რომ სადგინდა ახლა შენ ერაყში ნახო ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში საჯარო თანამდებობაზე მუშაობდა და თან ჰუსეინი არ მოსწონდა. ანუ ვინ დაგასაქმებდა, ხო? რა თქმა უნდა იყვნენ ასეთებიც, მაგრამ იყვნენ ერთეულებიც. ამიტომ სამხედრო სამსახურებიდან და პოლიციელებიდან დაითხოვეს თითქმის ყველა, ანუ 10,000-ობით ადამიანი აღმოჩნდა სამსახურის გარეშე. ასია თუ ისია ესენი გაერთიანდნენ ალ-ქაიდას შეჰფიცეს ერთგულება და დაიწყეს ბრძოლა ამერიკის ოკუპაციის წინააღმდეგ. მათი ირიბი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ირიბი და არა პირდაპირ დამფინანსებელი იყო კატარი. ერაყიდან ამერიკის გასვლის შემდეგ კი საერთოდ ქვეყნის დაპყრობის ამბიცია გაუჩნდათ და მოახერხეს კიდეც. ხო და 2012 წელს იფიქრეს, საკმაოდ ძლიერები ვართ, მოდი ბარემ სირიაში შევარდეთ, ვისარგებლოთ სიტუაციით, ხელში ჩავიგდოთ იქაური ნავთობ საბადოებით და შევიდნენ სირიაში. შევიდნენ აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მეთაურობით და თანაც საკმაოდ წარმატებულად. აქ საინტერესო ის არის, რომ როგორც წეღან უკვე გითხარით, ისლამური სახელმწიფო შეიქმნა მაშინ, როდესაც ალ-ქაიდას ერთგულება შეჰფიცა. მაგრამ იმდენად სასტიკი ორგანიზაცია იყო მათ შორის მუსლიმი ადამიანების წინააღმდეგაც, რომ ალ-ქაიდა არის, განაცხადეს, რომ ამ სისასტიკეს არ ეთანხმებიან, გმობენ და ემიჯნებიან მათ. შესაბამისად, ჩვენ სირიაში კიდევ დამატებით ორი ახალი დაჯგუფება მივიღეთ, რომლებიც მოგვიანებით ერთმანეთშიც კი იომებენ. მაგრამ ამასობაში ISIS-ი, უпростоრედ ისლამური სახელმწიფო იმდენად გაიზარდა, ჯერ ისლამური სახელმწიფო იმდენად გაიზარდა, რომ თითქმის სრულად აკონტროლებდა ერაყს და ნახევრად სირიას. მათ გადაირქვეს სახელი, დაირქვეს ლევანტესა და ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო და მოგვიანებით უბრალოდ ისლამური სახელმწიფო. სხვათა შორის ISIS-ის მოღვაწეობა თავიდან თურქეთსაც აწყობდა, რადგან სხვისი ხელით გაუჩნდა საშუალება, რომ ქურთები მოეგუდა. ანუ ჩვენ მივიღეთ ასეთი სურათი. ერთმანეთში ომობენ ასადის არმია, თურქების შექმნილი ოპოზიციური არმია, ISIS და ალ-ქაიდა, იგივე ჯაბათ ან-ნუსრა, მაგრამ ზოგი ნელ-ნელა ან ISIS-ში გადავიდა, ან ბევრად შეამცირეს წინააღმდეგობა და თურქეთთან ახლოს ალეპოში გამაგრდნენ.
ამასობაში ISIS-ის თარეშით და მზარდი თურქული ძალებით შეშინებულმა ქურთებმაც აიღეს ხელში იარაღი. ამერიკის თხოვნით დაირქვეს სირიის დემოკრატიული ძალები. ფორმალურად გამოიყვნენ თურქეთის მოწინააღმდეგე ქურთისტანის მუშათა პარტიას და თავის დაცვას შეუდგნენ. ეს ხალხი ამერიკის მიერ გაწვრთნილია და ისედაც გამორჩეული მეომრები არიან. ყველასთვის ხელმისაწვდომია ვიდეოები, სადაც ჩანს თუ რას უშვებიან თურქულ ან პროთურქულ ძალებს პატარ-პატარა შეტაკებების დროს. სირიაში დაახლოებით 4 მილიონამდე ქურთი ცხოვრობს. იმისათვის რომ გადარჩნენ, ქალიან კაციანად ყველა სწავლობს იარაღის გამოყენებას და საბრძოლო გამოცდილების მიღებას. ხასიათით ხელს უწყობს და ზურგსაც ამერიკა უმაგრებს. მოკლედ, სირიის დემოკრატიული ძალები საკმაოდ ძლიერი დაჯგუფებაა. 2015 წლისთვის ISIS-მა ძლიერების ზენიტს მიაღწია. მათ თითქმის მთლიანად დაიპყრეს სირია, თუ არ ჩავთვლით ვიწრო სანაპიროს და ასადის რეჟიმი ჰაერში AES-ზე ქანავს. ერთი სული შებერვაღა აკლია. მოდი ახლა სიტუაციას შევხედოთ ირანის თვალით. ირანისთვის სირიის დაკარგვა პოზიციების შესუსტებას ნიშნავდა, რადგან სირია გამოიყენება როგორც ირანის პროქსის ჰეზბოლას დასახმარებელი სივრცე. სირიის გავლით შეუძლია იარაღის მიწოდება, წვრთნების გამართვა, ნეიტრალურ ტერიტორიებზე ვიზიტების დაგეგმვა, სადაზვერო სამუშაოების ჩატარება და ასევე ბუფერული ზონაა ჩრდილოეთიდან. გარდა ამისა, ასადიც და აიათოლაც ისრაელის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები იყვნენ. შესაბამისად, რა ჯობია თუ შენს მეზობელს შენნაირი ინტერესები აქვს. მაგრამ აქ მთავარი მაინც უფრო ISIS იყო, რომლის გაკარება საერთოდ არავის არ უნდოდა, მათ შორის არც ირანს. ამრიგად ბაშარის რეჟიმის დამხობა, რომელიც დღეებს ითვლიდა, ირანისთვის მომგებიანი არ იყო. შესაბამისად, ჰეზბოლა მიაქცია ISIS და ასადის ოპოზიციას. ირანსაც კი არ უნდოდა რადიკალურ ფანატიზმზე დაფუძნებული ISIS-ის ხალიფათი მეზობლად. ამ გაგანია ომში, ზემოთ რომ გითხარით, საუდის არაბეთმა შექმნა ალ-ქაიდას ფილიალი ჯაბათ ან-ნუსრა. ალ-ქაიდასა და ამ ფილიალს მოვიდათ იდეური განხეთქილება და დაჯგუფება რამდენიმე ნაწილად დაიშალა. 2017 წელს პატარ-პატარა ამბოხებულებთან ერთად გაერთიანდა ეს ახალი დაჯგუფება, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ჰაიათ დაჰრირ ალ-შამ. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ. ახლა ამბობენ, რომ არ არიან ალ-ქაიდასთან კავშირში, თუმცა ჯერ ისევ დასავლურ ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არიან გამოცხადებული. პარალელურად მოხდა კიდევ ერთი რებრენდინგი. სულ პირველი ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც თურქეთმა რადიკალებით ჩაანაცვლა, ხოლო შემდეგ ბირთვით თურქებით დააკომპლექტა, თურქებში აგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისტორიულად თურქული წარმომავლობა აქვთ, გარდაიქმნა სირიის ნაციონალურ არმიად. მოკლედ, სანამ ეს პატარ-პატარა დაჯგუფებები ერთმანეთში იბრძოდნენ და რებრენდინგს ატარებდნენ, თანაც იმდენად წარუმატებლად, რომ გეგონება მარკეტინგის კურსები Facebook-ის ქართულ სეგმენტში იყიდეს, ISIS-ი მანამ იმდენად გაიზარდა, რომ როგორც უკვე გითხარით, დამასკოს მიუკაკუნა კარზე. თანაც საინტერესო ის არის, რომ უკვე არავის აღარ ემორჩილებოდა. იდეაში არც თავიდან ემორჩილებოდა, უბრალოდ ისე მოხდა, რომ თურქეთის და ISIS-ის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და რაღაცებში ერთმანეთს ხელი შეუწყეს. 2015 წელს საერთოდ თურქეთში ტერაქტიც კი მოაწყვეს, იმ დროს უკვე ფინანსური დახმარება შეჩერებული ჰქონდა კატარს და სხვა დიდ ჯიბებს, მაგრამ ISIS-ის საკუთარი ნავთობსაბადოები ჰქონდა ერაყსა და სირიაში, ამიტომ ფულის პრობლემა ნაკლებად იყო. 2015 წელს პარიზშიც მოაწყვეს ტერაქტი, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს უკვე საერთაშორისო დონეზე წითელი ხაზი იყო. ამერიკის მეთაურობით შეიქმნა კოალიცია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ISIS-ს გაანადგურებდნენ. ბრძოლის ველი კი ისევ სირია დარჩა, რომელიც ჯერ ამდენმა პატარა დაჯგუფებამ ასადის არმიასთან დაპირისპირებით მიწასთან გაასწორა და ახლა ამას დაემატა უძლიერესი ძალების მობილიზება, მათ შორის ამერიკა და რუსეთი. არავის აღარ ახსოვდა ის პატარ-პატარა ამბოხებული დაჯგუფებები. ისე ISIS-ის რიგებში ქართველებიც იბრძოდნენ. მათ შორის ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, პანკისიდან წავიდა. ერთ-ერთი ასეთი იყო თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი აბუ ომარ ალ-შიშანი, ანუ თარხან ბათირაშვილი. მე არავითარ შემთხვევაში, ამას ხაზგასმის ვამბობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვეწევი, რა თქმა უნდა, ISIS-ის რომანტიზებას, მაგრამ ნახეთ რისი თქმა მინდა. იმ ორგანიზაციაში, რომელმაც ორი ქვეყანა დაიპყრო თავის სამთავრობო ჯარიანად და ამ ორგანიზაციის ომის მინისტრი ხდები, ეს ნიშნავს, რომ როგორც ჯარისკაცი, როგორც სტრატეგი, შენ საკმაოდ ძლიერი ხარ. აი ბათირაშვილი იყო ზუსტად ომის მინისტრი, რომელიც 2016 წელს ამერიკის ავიაიერიშის შედეგად ერაყში გარდაიცვალა. თარხანი 2008 წელს რუსების წინააღმდეგ აგვისტოს ომში იბრძოდა და ქართულ ჯარში კარიერის გაგრძელებაზე ოცნებობდა, მაგრამ გააგდეს და ყველა კარი ჩაუკეტეს. დაუბრუნდეთ სირიას. ამ დროს ასადმა თავის გადასარჩენად ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, ანუ სათავისოდ ჭკვიანური. ჩავიდა მოსკოვში და პუტინს სთხოვა დახმარება. რუსეთი კი აღნიშნულ ომში მთელი ძალით ჩაერთო. ავიაციასთან ერთად გამოიყენა სხვადასხვა სახმელეთო ძალები, მათ შორის ვაგნერი, ასევე სამხედრო ფლოტიც გადაისროლა და შეუდგა ISIS-ის განადგურებას. თუმცა ISIS-თან ერთად რუსეთი ბომბავდა იმ ამბოხებულებს და ასადის ოპოზიციას, რომლებიც შედარებით მიყუჩდნენ.
ამ დაბომბვაში იგულისხმება პირდაპირ საცხოვრებელი კვარტლების განადგურება და მიწასთან გასწორება. რუსეთმა ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა სირიაში ბევრი საშინელი ცოდვა ჩაიდინეს. ამ კონფლიქტს არ ქონდა ისეთი ძლიერი გაშუქება დასავლეთის მხრიდან, როგორც ეს უკრაინაში არის, შესაბამისად ცოდვებსაც დიდად არავის არ სთხოვდნენ. მთელი სირია გადააქციეს უზარმაზარ პოლიგონად. თქვენ თუ იმ დოკუმენტალურ ფილმს ნახავთ, რომელიც მე ზემოთ გირჩიეთ, იქ კარგად არის გადაღებული პირდაპირ ის კადრები, როგორ ეწირებოდნენ 4-5 წლის ბავშვები რუსულ ავიაიერიშებს. რუსეთი და სხვაებიც თავს იმით იმართლებდნენ, რომ იქ ტერორისტებიც იყვნენ და რა ვქნათ ახლა დავბომბეთ და ხალხიც მოკვდა. ეს ომის გარდაუვალი ნაწილია, ასე ფიქრობდნენ ისინი. ზემოთ გითხარით ჰაიათ ტაჰრილ ალ-შამის შესახებ, რომელიც ამ დაბომბვებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა და უკან დაახევინა. ISIS-იც მნიშვნელოვნად შესუსტდა, ცალკე ამერიკა რომ ბომბავს, ცალკე რუსეთი, ცალკე ირანი, ცალკე ბრიტანეთი, რა თქმა უნდა განწირული ხარ. პარალელურად კი რუსეთმა სირიულ ჯართან ერთად ასად სრულად გაუნთავისუფლა ტერიტორია ამბოხებულებისგან. დაუბრუნა თითქმის ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის ალეპო, რომელიც ოპოზიციის დედაქალაქად ითვლებოდა და ასე შეუნარჩუნა ასადს ძალაუფლება. რუსეთთან ერთად ირანიც აქტიურად იყო ჩართული ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნებაში და დაცვაში. როგორც წესი, ირანი მოქმედებს თავისი პროქსი დაჯგუფებების ხელით, ამ შემთხვევაში საუბარი არის ჰეზბოლაზე. ჰეზბოლა ლიბანიდან გადავიდა სირიაში, ქალაქ ჰომს მაშინ აკონტროლებდა ISIS-ის ნარჩენები, იყო დიდი შეტაკებები, მათ შორის, სადაც ჰეზბოლამ გაიმარჯვა. პარალელურად 2019 წელს ამერიკამ გაანადგურა ISIS-ის ლიდერი ალ-ბაღდადი, გახსოვთ ალბათ ტრამპის გამოსვლა, როგორ ამბობდა აბუ, ამაზე ბევრი მიმიც გაკეთდა და უნდა ითქვას, რომ ბოლომდე აღმოიფხვრა ისლამური სახელმწიფოს საფრთხე. მინიმიზირდა მაქსიმალურად. Last night the United States brought the world's #1 terrorist leader to justice. Abu Bakr al-Baghdadi is dead. He died after running into a dead-end tunnel, whimpering and crying and screaming all the way. თითქმის დამხობილი ასადი კი ყველაზე მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა. რუსეთმა ბოლომდე შეუსუსტა ოპოზიცია და განდევნა მაქსიმალურად თურქეთის საზღვრისკენ, ამერიკას კი შეეწირა ISIS-იც. გარდა ამისა, რუსეთისა და ირანის სახით ასადის რეჟიმმა უდიდესი საგარეო მხარდაჭერა მიიღო. ასია თუ ისია ქვეყანა სრულად განადგურდა, იმიტომ რომ მხარი არ დარჩა, ვინც სირიაში არიომა, ყველა ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული, უდიდესი მსხვერპლი იყო, მაგრამ ასადმა რაც მთავარია, ანუ ასადისთვის რაც მთავარი არის, რეჟიმი შეინარჩუნა და დარჩა ქვეყნის სათავეში. ქვეყნის ძირითად ტერიტორიებს ისევ ის აკონტროლებდა. ამ ფორმაციით და გადანაწილებით დასრულდა სირიის სამოქალაქო ომი. ჩრდილოეთში დარჩა ჰაიათ ტაჰრილ ალ-შამი და თურქების მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული არმია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით სირიის დემოკრატიული ძალები, ანუ ქურთები. ჩვენ ვიცით, რა ინტერესები ამოძრავებდა თურქეთს, კატარს, საუდის არაბეთს, ირანს, ამერიკას, მაგრამ რა ესაქმებოდა სირიაში რუსეთს, ხო? რეალურად კრემლს დიდად არ უწვალია თავისი აუდიტორიისთვის განსაკუთრებული არგუმენტებით აეხსნა, რატომ მიდის რუსი სამხედრო გაუდაბნოებულ სირიაში საომრად, მაგრამ მაინც რამდენიმე რეალურ მიზეზზე შეგვიძლია საუბარი. პირველი, რა თქმა უნდა, ეს იყო ისევ და ისევ ISIS-ის მზარდი საფრთხე. რუსეთს თავის თავზე აქვს გამოცდილი, რას ნიშნავს ის, როდესაც შენ დროულად არ ანეიტრალებ რელიგიურ ფანატიკოსებს. გაჭირვებულ ქვეყნებში რელიგიური ფანატიზმი მალე ვრცელდება, იჩენს მომხრეებს, ახალგაზრდა ბიჭებს იქ მოხვედრას წყურიათ, რადგან ეს ფულის გამომუშავების და სოციალური ლიფტის ერთ-ერთი წყაროა. გარდა ამისა, გულწრფელად ჯერათ იმ იდეების, რასაც სხვადასხვა ორგანიზაციები ავრცელებენ. რუსეთი მუდმივად ფრთხილობს, რომ ასეთი დაჯგუფებების აღმავლობა აუცილებლად პოპულარობას პოვებს კავკასიის მუსლიმურ რეგიონებში. მეცაც გეტყვით, არა მარტო კავკასიის, არამედ შუა აზიის ქვეყნებშიც. ტაჯიკეთის ომონის ერთ-ერთი მეთაური მაგალითად გადავიდა რელიგიური ფანატიკოსების მხარეს. ჩეჩნეთი 1 და ჩეჩნეთი 2-ის შემდეგ რუსეთს თვალები ფართოდ გაშლილი აქვს და ცდილობს საფრთხე სათავეშივე გაანეიტრალოს. მეორე მიზეზი კი, რადგან ასადის რეჟიმი სრულად დამოკიდებული იყო რუსეთის ჯარზე, ეს იმას ნიშნავდა, რომ კრემლისთვის ასადი ერთგვარი მარიონეტი გახდებოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებში იმ გადაწყვეტილებებს დაუჭერდა მხარს, რომლებსაც კრემლი მოსთხოვდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს თავის თავზე გამოსცადა, იყო საქართველო. 2018 წელს ბაშარი გამოვიდა და აცხადებს, რომ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. იმავე დღეს საქართველომ სირიასთან დიპლომატიური კავშირი სრულად გაწყვიტა. ამ მიზეზში, ანუ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ უპირატესობაში ვასახელებთ იმასაც, რომ რუსეთმა სირიაში 2 სრულფასოვანი სამხედრო ტექნიკური ბაზა მიიღო.
და ასევე მესამე მიზეზი არის ის, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის შემდეგ სადა იმიჯის გამოსწორება და ალ-ქაიდასა და ISIS დაუპირისპირდა დანარჩენ სამყაროსთან ერთად. ახლა დავბრუნდეთ აწყოში 2020 წელს, როდესაც პანდემია სირიასაც შეეხო და უფრო დააზარალა. ჯერ ხომ 10 წელი ომი იყო და 22 მილიონი მოსახლეობიდან 6.8 მილიონი ქვეყნიდან წავიდა, ხოლო 6.9 მილიონი ქვეყნის შიგნით დევნილი გახდა. სამუშაო ადგილები არ იყო და ამას დაემატა პანდემიაც. ზუსტად ამ დროს მოსახლეობის 90% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ხოლო ასადების ოჯახი და კიდევ რამდენიმე ალავიტური კლანი ასტრონომიულად მდიდრდებოდა. მარტო სამოქალაქო ომის პერიოდში ასადების ოჯახმა მოსკოვში 40 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა. ეს გააკეთეს ლიბანური კომპანიების დახმარებით. მაშინ, როდესაც მოსახლეობის 90% სიღარიბის მიღმა ცხოვრობს, როდესაც არც ბუნებრივი აირი აქვს, არც დენი, არც წყალი და ხშირ შემთხვევაში შიმშილობენ, ასადებმა და იმ რამდენიმე კლანმა სირია ნარკოტიკების რეალიზაციის მრავალმილიარდიანი ბაზრის ცენტრად გადააქცია. ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ასადის რეჟიმი ჩართული იყო ნარკორეალიზაციის საქმეში და რომ სირია ასადმა ნარკოსახელმწიფოდ აქცია. სხვადასხვა მოხსენებით ასადი და მისი რეჟიმი კაპტაგონით ვაჭრობას იყენებდა საუდის არაბეთზე ზეწოლის საშუალებად და სირიის არაბულ სამყაროში რეინტეგრაციისთვის. გაეროს ნარკომანიასთან ბრძოლის ოფისი გასულ წელს იტყობინებოდა, რომ სოფლიოში კაპტაგონის გავრცელების მთავარი წყარო იყო სირია და ლიბანი, საიდანაც ეს ნარკოტიკი სხვადასხვა გზით გადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 2021 წელს ჯამში სირიაში წარმოებული 6 მილიარდი დოლარის ღირებულების კაპტაგონი ამოიღეს. სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ სირიაშია გადაღებული. ვიდეოს ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის. აქ ჩანს კაპტაგონის საწყობი, რომელიც სავსეა ამ ნარკოტიკული საშუალებით. როგორც CNN-ი წერს, გავრცელებული ინფორმაციით, საწყობი მდებარეობს დამასკოს მახლობლად სამხედრო დივიზიის შტაბ-ბინაში. 2022 წლის თებერვალში დაიწყო 21 საუკუნის ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტი. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იმაზე დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ელოდა. შესაბამისად, სირიიდანაც მოუწია კონკრეტული ნაწილების გადმოსროლა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სირიაში რუსეთის პოზიციები შედარებით შესუსტდა. 2023 წელს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი დაიწყო. ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელი გააქტიურდა და ღაზას ომი გამოუცხადა. ბაშარმა ჩათვალა, რომ ეს სიტუაცია მის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა და ქვეყნის სრული კონტროლი ისევ თავის ხელში აეღო. ამიტომ მოისურვა ირანული გავლენების შესუსტება. დაიწყო არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის მოწესრიგება, მათ შორის საუდის არაბეთთან და გაერთიანებულ ემირატებთან. ალ-ჯაზირა წერდა, რომ სირია არაბულ ლიგაში დაბრუნდა. თუმცა მხოლოდ დიპლომატიური თავის დაღწევა არ ნიშნავდა ირანისგან სრულ დამოუკიდებლობას. უпростоროდ ეს საკმარისი არ იყო. ოპტიმიზმს კი იმაში ხედავდა ბაშარი, რომ რადგან ისრაელმა ომი დაუწყო ღაზას, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ირანის იმ სამხედრო ობიექტებს დაბომბავს, მათ შორის ბაზებს, საწყობებს და როგორც თავიდან ფიქრობდა მეთაურებსაც, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე არიან მობილიზებული და ამაში გაუმართლა კიდეც. ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ ირანი სირიაში უკიდურესად დასუსტდა, ხოლო მისი პროქსი ჰეზბოლა ისრაელმა ლიდერების გარეშე დატოვა და ფაქტობრივად ქმედუუნაროდ დარჩა. ასადის ერთი შეხედვით იდეალური გეგმის შემდეგი ნაწილი იყო თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. ხომ გახსოვთ, თურქეთი ზურგს უმაგრებს უშუალოდ თურქულ პროქსის სირიაში და ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამს, რომლებიც იმ მომენტში სირიის ჩრდილოეთში იდლიბში იყვნენ გამაგრებულები. სირიასთან მოლაპარაკებით დაინტერესებული იყო თავად თურქეთის. ანკარის ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ სირიაში დაებრუნებინა მილიონობით დევნილი, რომლებიც 10 წლეულზე მეტია უკვე თურქეთში ცხოვრობენ. მოლაპარაკებისას თურქეთის მთავარი მოთხოვნა ეს იყო, რადგან ეთნიკურ თურქებსა და სირიელებს შორის სოციალურ ნიადაგზე დაძაბულობა ბოლო პერიოდში ძალიან გამწვავდა. ერდოღანის გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ საკითხზე, რომ ეს ხალხი უკან დაებრუნებინა, მაგრამ უკან დაბრუნება არ აწყობდა ასადს, იმიტომ რომ როდესაც წლებია შენ გამო ამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, როდესაც ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, ნამდვილად არ იქნებიან შენი რეჟიმის მომხრე. ამიტომ ასადმა არც იფიქრა დიდხანს, უარი უთხრა მათ დაბრუნებაზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ულტიმატუმად ისევ ასადმა წაუყენა, რომ შენი ჯარები და ის პროქსები მოაშორე ჩემი ტერიტორიებიდან და წაიყვანე უკან თურქეთში. რაზეც რა თქმა უნდა უკვე თურქეთისგან მიიღო მტკიცე უარი. რა გააკეთა ასადმა? მიიღო ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. მიაყენა ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიას და არტილერიული ცეცხლი გაუხსნა. ერდოღანმა სიტუაციის ჩარევაში პუტინს მიმართა, თუმცა როგორც ენა ბალადი წერს, პუტინი სრულად უკრაინაში იყო გადართული და ასადზე ძველებური გავლენა აღარ ჰქონდა. ამიტომ ნეოოსმანიზმით შეპყრობილმა ერდოღანმა თავის
პროქსი დაჯგუფება სირიის ეროვნულ არმიას და ავტონომიურ ჰაიატ ტაჰრირ აშ-შამს უფლება მისცა, რომ შეტევაზე გადასულიყვნენ. სიმართლე კი ის არის, რომ არც ერდოღანი და არც ეს ორგანიზაციები არ ელოდნენ იმას, რომ სირიის არმია ამდენად ქმედ უუნარო აღმოჩნდებოდა. ანუ ალეპოს აღებაზე ოცნებობდნენ და დამასკომდე ისე ჩავდნენ, რომ ფაქტობრივად წინააღმდეგობა არც არავინ გაუწია. ასადმაც დატოვა ქვეყანა და გაიქცა. ბაშარის ფავორიტ გენერალ სუჰაილ ალ-ჰასანს, რომელიც აცხადებდა, რომ მთელი თავის ცხოვრება ტერორისტების ნამდვილი რისხვა იყო და მომავალშიც იქნებოდა, ჯობდა უცნაური ფოტოების ნაცვლად ჯარი გაეწვრთნა და მომზადებული იყო შესაძლო კონფლიქტისთვის. ახლა რა ხდება სირიაში, ანუ კონკრეტულად ამ მომენტში. ქვეყნის მმართველი გახდება სავარაუდოდ ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი, რომლის იმიჯის გამოსწორებაზეც უკვე მუშაობს მსოფლიო პრესა. არადაშ სულ რაღაც 7 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ტერორისტი იყო, რომელზეც ამერიკის საელჩო არაერთ პოსტს დებდა და ადგილსამყოფელის გასაჯაროების სანაცვლოდ $10 მილიონ იხდიდა. სხვათა შორის უხეშად რომ თქვათ, თუ კი ასეთი რამე არსებობს, ალ-ჯულანი პროგრესული ჯიჰადისტი აღმოჩნდა. ახლა გეტყვით რას გულისხმობ. სამოქალაქო ომის შემდეგ პოლიტიკური ამბიციების დევნაში მან ჯერ იმიჯი შეიცვალა, გაიხადა ტრადიციული ჯიჰადისტი მებრძოლის ტანსაცმელი და დასავლური სამხედრო ფორმა მოირგო. შეიცვალა სახელიც. უბრალოდ ფსევდონიმზე უარი თქვა და პოზიციონირებდა ნამდვილი სახელით აჰმედ ალ-შარაა. ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამს გაუკეთა პოლიტიკური ფრთაც. ამით საზოგადოებას აჩვენებდა, რომ ხომ ხედავთ, ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ სამხედრო დაჯგუფებიდან გადავიქცეთ რეალურ პოლიტიკურ ძალად. ჩვენ გვინდა ვიყოთ რბილი ძალის გამტარებლებიც. არ არის აუცილებელი ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად იარაღი ხელში ავიღოთ და ასე შემდეგ. რეალურად როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ამ ყველაფრის მიზანი ის იყო, რომ ახალი გზით მიეზიდა ახალი ადამიანები ორგანიზაციაში. არა და თუ ალ-ჯულანის წარსულს გადავავლებთ თვალს, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. ჯერ კიდევ ერაყში, როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ ალ-ქაიდას შეჰფიცა ერთგულება, უკვე მაშინ ალ-ჯულანი დაკავშირებული იყო ამ ორგანიზაციასთან და პირადად გააცნეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის. 2011 წელს ბაღდადი მის სირიაში გაგზავნა და დაახლოებით მაშინ შეიქმნა ჯაბათ ან-ნუსრა, რომელიც ალ-ქაიდას ფილიალი იყო, მაგრამ ამ ფაქტს თვითონ მალავდნენ. თანდათანობით ISIS-ის სისასტიკის შემყურე ჯულანი დისტანცირდა ISIS-ისგან და უფრო ალ-ქაიდას შეეხიზნა. ამით ყველას დაანახა, რომ პრაგმატული ჯიჰადის მომხრეა. 2016 წელს უკვე კარგად დასუსტებულ ალ-ქაიდასთან აბუ მუჰამედმა ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და ორგანიზაციას მაშინ დაარქვა ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი. ალ-ქაიდა მის ღალატში დაადანაშაულა და ახალი ფილიალი შეიქმნა. თუმცა 2020 წელს ალ-ჯულანი მის ორგანიზაცია უსასტიკესად დაამარცხა და სრულად გააქრო სირიიდან. სხვადასხვა ტელევიზიებთან საუბარში ალ-ჯულანი აცხადებს, რომ სირიაში ყველამ უნდა იცხოვროს თანაბრად და ყველას უნდა ქონდეს თანაბარი უფლებები, მათ შორის რელიგიურ უმცირესობებს და ასევე ქალებსაც და კაცებსაც. გარდა ამისა, მისმა გუნდმა უკვე დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებთან ინტერესების მოსინჯვა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ-ერთი ასეთი რუსეთია. სირიის ახალი ლიდერი არაპირებს, რომ რუსეთს სირიული ბაზები დაატოვებინოს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. გარკვეული მიზეზების გამო პრაგმატული პოლიტიკა აწარმოა ისრაელმა, რომელმაც გოლანის მაღლობის გარდა კიდევ დამატებით სირიული მიწა დაიპყრო, რითაც საიმედო ბუფერული ზონა შექმნა. ყველა ქიმიური საწარმო, იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები დაბომბა, რომ ამბოხებულების ხელში არ გადასულიყო და მის წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ. ისე კი რასაც ვერ დაუკარგავთ ალ-ჯულანის, ის არის, რომ ეს კაცი მართლა განსხვავებულად აზროვნებს, ანუ ის პროგრესული ჯიჰადისტი არის. ის ფაქტი, რომ თავის ორგანიზაციას, რომელიც ასევე მკაცრი რელიგიური წესების მიმდევარი იყო, რომ ასე გარდაქმნა პოლიტიკურ ორგანიზაციად, მიუთითებს იმაზე, რომ ალ-ჯულანიმ თანამედროვე ისტორიაში ერთგვარი პრეცედენტი შექმნა. აგერ მასზე ბევრად ძლიერი ალ-ქაიდა და ISIS ისე დასრულდა, რომ პოლიტიკაში ლეგალურად ვერასდროს მოვიდნენ. შესაძლებელია თუ არა, რომ სირიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს. ნაკლებ სავარაუდოა და გეტყვით ასე რატომ ფიქრობ. ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი ეს არის სხვადასხვა პატარ-პატარა ორგანიზაციების ერთი დიდი გაერთიანება. ამ ორგანიზაციაში ზოგი იზიარებს ალ-ჯულანის იდეებს, ზოგი არ იზიარებს. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს უშუალოდ თურქული პროქსი, სირიის ეროვნული არმია, რომელსაც ასევე ამბიცია აქვს, რომ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი. შესაბამისად, უკვე ორი ძალა არის, რომელსაც ერთმანეთში აქვს გასარკვევი ურთიერთობა. ამას დაუმატოთ სირიელი ქურთები, რომლებიც ახლა იგრძნობენ თუ როგორ და რამდენად გაძლიერდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები და ამას დაუმატოთ კიდევ მეოთხე, შედარებით ბევრად სუსტი ISIS, მაგრამ ისიც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ სულ მცირე 4 დაჯგუფებას გასარკვევი აქვს, როგორი უნდა იყოს სირიული მომავალი. რამდენად ძლიერი იქნება ეს გარდამავალი პერიოდი და შეინარჩუნებენ მშვიდობას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ვერ გაქარჩავენ დიდხანს ომის გარეშე, იმიტომ რომ იდეოლოგიურადაც 4-ვე
დაპირისპირებული არის ერთმანეთში. ამას ემატება გარე ძალები: ისრაელი, ირანი, რუსეთი და თუ საჭირო იქნება დასავლური ქვეყნებიც. ისე კი დაუკვირდით, როგორ გამოიყენება მეფე მოკვდა გაუმარჯოს მეფე პრინციპი პრაქტიკაში. გუშინ და გუშინწინ ადამიანი, რომელიც ტერორისტად იყო გამოცხადებული, რომელზეც საელჩოს ჯილდო ჰქონდა დაწესებული, დღეს მთელი მედია მანქანა ცდილობს, რომ ეს ადამიანი დემოკრატიულ ფერებში გადაღებოს. ასადი აღარ არის, მაგრამ საჭიროება და საფრთხე ყველასთვის იგივენაირად რჩება. მოიგო თუ არა თურქეთმა, დღეის გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის შემდეგ რუსეთი პოლიტიკურად სირიაშიც დაჯავნა, მაგრამ არავინ იცის ეს ამბები სად და როგორ დასრულდება. ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო ვითარებაში ვართ. ორი დიდი მეზობლიდან ერთი ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს, ხოლო მეორე საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს ნატრობს. ბაშარის ოჯახი მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში დამკვიდრდა. მალევე გაჩნდა ვაკანსია, რომ ეძებენ შეფ მზარეულს, რომელმაც იცის ნიანგის ხორცისგან საჭმელების გაკეთება. ასადი ისევ აგრძელებს მდიდრულ ცხოვრებას და ათასობით წამებული და მოკნული ადამიანის სიცოცხლეზე პასუხს არავინ მოსთხოვს. სირიაში ჯერ ისევ რევანშისტული განწყობები ბობოქრობს. ადამიანები, რომლებიც წლები ოპოზიციაში იყვნენ და ხელისუფლებაში მოსვლისთვის ნამდვილად ომები ჰქონდათ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ვისი ნათესავები, ოჯახის წევრებიც ამ ომს შეეწირნენ, რა თქმა უნდა, ახლა იმით დაკავდებიან, რომ ვინც ბაშარის ხელისუფლებაში ამ ყველაფერზე პასუხს აგებდა და ქვეყნიდან ვერ გაიქცა, მათ გაუსწორდნენ. ამიტომ ხედავთ ჩვენ იმ ვიდეოებს, სადაც აღჩობენ ადამიანებს, ყელს ჭრიან, ხრეტენ და ასე შემდეგ. კაცობრიობა არასდროს მოეშვება სისხლის მას. ეს ჩვენი საუკეთესო გართობის საშუალება არის. ერთ დიქტატორს მეორე ჩაანაცვლებს, დღეს რომ ერთი ადამიანი ძარცვავდა მთელ ქვეყანას, ხვალ სხვა გაძარცვავს და ასე შემდეგ. მათ ხშირ შემთხვევაში პასუხს არავინ მოკითხავთ, მაგრამ უბრალო ადამიანები როგორც იტანჯებოდნენ, ისევ გაგრძელდება მათი ცხოვრება, მათთვის არაფერი შეიცვლება. დღეისათვის კი სულ ეს იყო. დროებით.